ვილამბავს. ესე იგი, ჩვენთვის ძალიან კარგად ნაცნობმა, ჩვენმა მთავრმა პარტნიორმა და მეგობარმა, TBC ბანკმა და ელექტრონული წიგნების სახმა საბამ, იცით, ჩვენი მასპინძელია, ჩვენი მეგობარია, ჩვენი მთავარი პარტნიორია და არის კომპანია, ესე იგი TBC ბანკი, რომელიც ყველაზე დიდ, ესე იგი, ფინანსურ დახმარებას უწევს ქართულ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას, ისთვისაც მათ არაერთხელ უთხარით მადლობა და ეკუთვნით და კიდე გავიმეორებ. და იცით, რომ ახლოვდება უკვე მალე საბა ყოველწლიურად ესე იგი აჯილდოებს საუკეთესო ლიტერატურულ ტექსტებს, წიგნებს, სიახლეებს და ასე შემდეგ. და ესე იგი წელს კიდევ ერთი ნომინაცია დაემატა და გარდა ამისა ელექტრონულ წიგნების სახმა საბამ კიდევ ერთი სიახლე შესთავაზა, ამჯერად პატარებს, ძალიან მაგარი საჩუქარი გაუკეთა. ეს არის ესე იგი ინტერაქციული წიგნი ბავშვებისთვის, რომელიც მაქვს და შემიძლია წარმოვადგინო. ამის დემონსტრირება მოვახდინო. სულიად გავგიჟდით, წერანით ჩავერთეთ ბავშვებს. ბავშვები მოგეხსენებათ, მაინც ხო იცით, არის უკვე ეს პრობლემა, იმდენად განვითარდა კაცობრიო ტექნიკური პროგრესი გულისხმობ, რომ ძნელია ესე იგი მხოლოდ წიგნით რომ დააკავდეს და დაინტერესდეს ბავშვი, ამიტომ ეს არის იდეალური და გადასარევი გამოსავალი, რასაც საბა გვთავაზობს, რომ იყოს სინთეზი ერთგვარი წიგნის, ანუ კითხვის და თამაშის და გართობის. დინარეზე? და ხო. რატომ მე მინდა შეგვიძლია, აი, ხედავთ, ხო, ესე იგი, ანუ რა არის ამის უპირატესობა, რომ რასაც უსმენ, რასაც კითხულობ, თან ხედავ და თან ხო. ამოძრავებ, ალაპარაკებ. შენ ხარ ჩართული, ინტერაქციული, იმდენად რომ შენ იღებ ამ თვითონ ამ ტექსტში მონაწილეობას, პერსონაჟი ხდები. რაო? ერთი საქმე უკან უნდა დაეხია და მზადა. აი, რატი ამაღლობელი არის ხმა? კიდე ბევრი ამბავი ხდება, ბეკეკოები მოძრაობენ ალბათ. ხო, კაიხანი არ მინახავს გაქრა რატი ამაღლობელი. მეთქი რა ბედი ეწერა, თურმე აგერ ამშვენიერი საქმე. აი, გავთიშე. არა, მოდი, ბაიკო, მოდი. ჩარტე ივარჯიშე შენ შუცას გამოადგება. წამოიღე და მოდი, ბაიკო. ჩემს ტელეფონს. ბაიკო, წამოიყოლე და ვიმეცადინოთ. მოიცა კაცო, რა წამოიყოლე, ჩვენ აქ ხალხი არა ვართ, ვერ გავიგე. ჯიუტით ხედი. უტითხები. ეს ხო ის ცნობილი ისტორიაა რა. ასე რატო დაიწყეს? კოაბიტაციასთან დაკავშირებით მოიგონა მაია ძირკონიშვილმა თუ რასთან დაკავშირებით არ ვიცი, მაგრამ პირდაპირ ჯიუტით ხებიდან დაიწყო მოკლედ ინტერაქციული წიგნების შემოთავაზება, ინტერნეტ წიგნების სახმა საბამ. აი, შეგვიძლია ვიხალისოთ, გვაქვს ხო ჯერ დრო? კი. ხმა ჩართოთ. კი, ხმა. რას უშვებით რა, გავუშვით ხელი. ერთს უკან უნდა დაეხია და გზადა. ერთს უკან უნდა დაეხია. მოусმენ? უკან დაიხია. უთხრა ერთმა მეორეს. უთხრა ქართულმა უცნობა მომასწრა. ამას ყובה. შენ თვითონ დაიხია. შეეპასუხა მე. არა, მაგის ხიბლი კიდე ის არის, რომ დიახ ბატონო, რომ ბავშვები თან ყველაფერი პოლიტიკაში გადაკავ ხალხი არა ხარ. ათამაშებენ, ანუ ეს ყველაფერი მოძრაობაში არის. არც არ უნდა. ხელით შენ თვითონ უნდა მიხვდე, თქვა. ხებით დაეჯახნენ ერთმანეთს. ბავშვები გადაირევიან. ასეთი ის რომ ქონოდა ბავშვობაში რითი თამაშობდი. ხლიშა. თავდაყირა გადაეშვა წყალში. აი? ვინც ერთმანეთთან ვერ მოედაბარგებს? თავდაყირა გადაეშვა წყალში. აი ხა შენ ბავშვი არა ხარ, თორე იცი მანდ რეები მოხდებოდა კიდე? წვიმად წამოვა ქარით ატყდება ის შენ არ მოხვიდე ოღონდ რომ არ გამომირთო. დაიწყებენ, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი რაღაც არის ჩატვირთული, რაც ნამდვილ მულტფილმად აქცევს. თევზია ეს? საში რა უნდა თევზი? ზღაპარი რა გახდა? მე ამისრულდა ჩემი ზღაპარი საკონდიტრო. ვაიმე, ნაყინი გაჩნდა, სანამ მე მქოთქოთებდი. აჩიკო. აბა, ხო ძალიან გთხოვთ რა, საკონდიტრო ზღაპარია. პატარა კოვი. კარგი, მოკლედ გასაგებია, ხო? ნათელია, რაზეც არის საუბარი. ძალიან დიდი მადლობა, მოკლედ საბას. და ეს ალბათ მართლა ვისაც აქვს საშუალება რასაკვირველი ასეთი ტიპის სიახლეების მომხმარებელი იყოს, ბავშვებისთვის არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გაცილებით ადვილია რომ ასეთი თამაშით მივაჩვევთ ბავშვები ტექსტს, მივაჩვევთ კითხვას, რაც თავარია. ის საშუალებაც არ არის და თუ ეხლა წიგნი აღარ წაიკითხონ მე მგონი პარალელურ რეჟიმში შეიძლება შეწყვა რა ეხლა ამ ყველაფერს. კი, მეც მომისმენია რომ არის საშიშროება. არის ამაზე საუბარი, ეს რამდენად ხელს შეუშლის ამ ხელს შეუწყოს პირიქით, მხოლოდ გონერული მიდგომით, მხოლოდ შეიძლება ყველა იმ წარმატების გამოყენება
წიგნის სამსახურში და ჩვენ სამსახურში რაც უკვე აქვს კაცობრიობას და ამიტომ ამის წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს ბუნებრივია ბუნებრივი და ლოგიკური ის არის რომ პირიქით მაქსიმალურად მივიღოთ ასე ქართულად ჩვენივად არის ხო იცი თუმცა რა თქმა როგორ უნდა ვიპოვოთ ეს არ დავივიწყოთ ჩვენი გამოცემები იშვიათი სხვათა შორის და ძალიან საინტერესო რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში არის დაცული ნახოთ გიორგი კეკელიძე